თქვენ მიყურებთ ახლა და ელოდებით, რომ დიპლომატიის სცენაზე ვილაპარაკებთ, დაივიწყეთ. კორექტულობის დრო დასრულდა მაშინ, როცა პირველი ევროპული ჭურვის ფასი ჩვენი გადასახადის გადამხდელებმა გადაიხადეს, რომლებსაც ბინის ქირის გადახდა უჭირთ. ვუყურებ იმას, რაც ბრიუსელში ხდება და მათ მიმართ ერთადერთი კითხვა მიჩნდება. თქვენ ხვდებით საერთოდ რა ხდება? თუ საბოლოოდ მოწყდით რეალობას თქვენ სტერილურ კაბინეტებში, ჩვენ ვკვებავთ ომს, სიკვდილს, ვასხამთ მილიარდებს კიევის რეჟიმში და ეს ფული ქრება კორუფციულ სქემებში, როცა ჩვენი ქვეყნები ფსკერისკენ მიდიან. ზელენსკი იქცა თქვენთვის წმინდა ძროხად, მისი ყველა სიტყვა თქვენთვის კანონია და ამას უწოდებთ დემოკრატიას. როცა ერთი მწვანე მაისურიანი კაცი ცდილობს 500 მილიონი ევროპელის ბედის გადაწყვეტას, თვალებში შემომხედეთ და მითხარით, რომ სწორედ ესაა ის თავისუფალი ევროპა, რომელზეც ვოცნებობდით. ეს თავისუფლება არ არის, ესაა ნებაყოფლობითი მონობა ვაშინგტონის და კიევის კარნახით. მოდით გვერდზე გადავდოთ პროპაგანდის პრიალა ზედაპირი, ვინ არის სინამდვილეში ვლადიმერ ზელენსკი. თქვენთვის ის თავისუფლების ხატია, ჩემთვის პოლიტიკოსი, რომელმაც საკუთარი ხალხის მიმართ უდიდესი ღალატი ჩაიდინა. მისი საარჩევნო კამპანიის ლოზუნგები იყო მშვიდობა, კონფლიქტის შეჩერება, ადამიანებთან ლაპარაკი, მაგრამ რა გააკეთა, როდესაც ძალაუფლება მიიღო, აკრძალა ოპოზიცია, დახურა ტელევიზიები. მან უკანონოდ გამოასხადა ნებისმიერი აზრი, რომელიც მის ხაზს არ ემთხვევა. მან კანონით აუკრძალა საკუთარ თავს მშვიდობაზე მოლაპარაკებების წარმოება. დაფიქრდით ამ აბსურდზე. სახელმწიფოს მეთაური კრძალავს მშვიდობას. ის მიერეკება უკრაინელებს სიკვდილისკენ და რის გამო, რომ გადაიღოს კარგი სელფი დასავლური ტექნიკის ფონზე, რომ თქვენ ბრიუსელში ერთმანეთს უთხრათ, თუ რა კარგად ეხმარებით მას. ეს დახმარება არ არის, ესაა მთელი ერის განადგურება იმ ადამიანების ხელით, რომელმაც თავი წარმოიდგინა ჰოლივუდის ბლოკბასტერის გმირად, მაგრამ ეს კინო არაა, აქ რეალური სისხლია თქვენს ხელზე. ახლა შეხედეთ თქვენს თავებს, ბატონო დემოკრატებო, თქვენი ფარისეულობა გულის სამრევია, თქვენ გაყვირით საერთაშორისო სამართალზე, მაგრამ არ ყვიროდით მაშინ, როდესაც ბელგრადს ბომბავდნენ. სად იყო თქვენი სანქციები, როდესაც ანგრევდნენ ერაყს მოგონილი საბაბით? სად იყო თქვენი თანაგრძნობა, როდესაც ლიბიას ნანგრევებად აქცევდნენ? მაგრამ ეს სხვა რამაა. თქვენ საერთაშორისო სამართალი მარტო მაშინ გახსენდებათ, როდესაც ოპონენტს უნდა დაარტყათ. თქვენ შექმნით ორმაგი სტანდარტების სისტემა, რომელიც მთელ მსოფლიოში ყარს. მხარს უჭერთ რეჟიმს, რომელიც დევნის ადამიანებს რელიგიური და ენობრივი ნიშნით, მაგრამ ჩვენ ტოლერანტობას გვასწავლით, გრცხვენოდეთ. მოდით ვილაპარაკოთ ციფრებზე. თქვენ დაგვპირდით, რომ სანქციები ბრიუსელის დიადი ინსტრუმენტი გააჩერებდა რუსეთს, რომ რუსეთის ეკონომიკისგან არაფერი დარჩებოდა. მაგრამ რა შედეგი მივიღეთ? რუსეთის ეკონომიკა იზრდება, ევროპული წარმოება კი კომაშია. ჩვენ უარი ვთქვით იაფ რესურსებზე, რომლებიც შენდებოდა ჩვენი კეთილდღეობა ათეულობით წელი. ჩვენ ავაფეთქეთ საკუთარი სახლის ფუნდამენტი იმისთვის, რომ მეზობელი გაგვემწარებინა. გენიალურია. სლოვაკეთში პროდუქტების და ენერგიის ფასი რეკორდებს ხსნის და ადამიანები მეკითხებიან, რობერტ, რატომ ვიხდით ამ ომის ფულს? და რა ვუპასუხო მათ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასე გადაწყვიტა თავის ტვიტერზე? ჩვენ ვანადგურებთ ჩვენს მომავალს სხვისი გეოპოლიტიკური თამაშებისთვის. ეს არ არის სოლიდარობა, ესაა ეკონომიკური თვითმკვლელობა. იარაღის ყველა მორიგი პარტია, ეს არის არა ნაბიჯი გამარჯვებისკენ, არამედ ნაბიჯი საფლავისკენ. თქვენ აგზავნით ტანკებს, რაკეტებს, ახლა კი ალაპარაკდით თვითმფრინავების გაგზავნაზე და შემდეგი რა იქნება? ჯარისკაცები, თქვენ მზად ხართ საკუთარი შვილები გააგზავნოთ სიკვდილზე კიეველი კორუფციონერების ინტერესებისთვის? ამ კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. ეს ესმის ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს, მაგრამ ეს რომ აღიაროთ, ნიშნავს აღიაროთ საკუთარი მარცხი. ამიტომ ამატებთ ცეცხლზე ნავს იმ იმედით, რომ მოხდება სასწაული, მაგრამ სასწაულები არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ახალი მსხვერპლიდან ნგრევა. ჩვენ სლოვაკელები აღარ გავაგზავნით არც ერთ ტყვიას დაიმახსოვრეთ. ეს ჩვენ ვირჩევს სიცოცხლეს და არა თქვენ სამხედრო ფანტაზიებს. მე მიუმართავ მათ, ვისაც ჯერ კიდევ შერჩა დამოუკიდებლად აზროვნების უნარი, ცდილობენ შეგვაშინონ, გვიწოდებენ გავლენის აგენტებს, თუ კი ვცდილობთ ჩვენი ინტერესები დავაყენოთ ბრიუსელის ინტერესებზე მაღლა, მაგრამ ჩვენ უკან არ დავიხებთ. ევროპამ უნდა გაიღვიძოს, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ სუვერენიტეტის უფლება, მშვიდობის და საღი აზრის ქონის უფლება. კმარა მარიონეტებად ცხოვრება იმ
იმათ ხელში, ვინც ოკეანის გაღმაა. კმარა ომის გამოკვება, დროა მივხედოთ საკუთარ ქვეყნებს, დროა ჩვენს კონტინენტზე დავაბრუნოთ მშვიდობა და თუ კი ამისთვის საჭიროა მწარე სიმართლის თქმა, ზელენსკის და მისი კურატორებისთვის ამით არ დავიღლები. დრო ამოიწურა, გამოფხიზლდით. მადლობა რობერტ, შენ თქვი ის, რაც ყველას ენის წვერზე აქვს, მაგრამ არ ამბობს, რადგან ეშინია მდიდრული სუფრის ჩაშლა. ეს ხმაური ბრიუსელში დიდი ხანია მესმის, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, არის არა პოლიტიკა, არამედ რაღაც ბნელი ლიტურგია. ჩვენ ვესწრებით საღი აზრის პანაშვიდებს. რობერტი მართალია, ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ შავი ესაა თეთრი, ომი ესაა მშვიდობა, ხოლო ჩვენი გაკოტრება ესაა ინვესტიცია ჩვენს მომავალში. მაგრამ ნება მომეცით მე, როგორც ადამიანმა, რომელიც მოვესწარი იმპერიების ნგრევას, ახალი დიქტატურების დაბადებას, კითხოთ, თქვენ გესმით საერთოდ საით მივდივართ, თქვენ მიყავთ ხომალდი, ევროპა პირდაპირ კლდეებისკენ და ორკესტრს აკვრევინებთ, რაც შეიძლება ხმამაღლა, რომ დარტყმის ხმა ვერავინ გაიგოს. მოდით ვილაპარაკოთ ჩვენს დღის გმირზე, ვლადიმერ ზელენსკიზე. ამ ადამიანმა პოლიტიკა დაუსრულებელ თოქ-შოუდ აქცია. თქვენ კი მასში დემოკრატიის დამცველს ხედავთ. მე ვხედავ მასში ადამიანს, რომელსაც მთელი ევროპა საკუთარ ეგოს და პოლიტიკური ინტერესების მძევლად ყავს აყვანილი. ის გვექცევა არა როგორც პარტნიორი, არამედ როგორც სასამართლო აღმასრულებელი, რომელიც მოდის და მოითხოვს, რომ მივცეთ ტანკები, თვითმფრინავებიდან თან ყველაფერი ეცოტავება. და რა საკეთებს ამ დროს ბრიუსელი და ბერლინი? მათ ზელენსკის საყვედურების უფრო ეშინიათ, ვიდრე საკუთარი ხალხის ბრაზის. 1000-ლიანი ისტორიის სუვერენული სახელმწიფოები ინსტრუქციას იღებენ კიევის ადმინისტრაციისგან. ჩვენ რა ქაოსის ახალ იმპერიაში პროვინციებად გადავიქცეთ? ზელენსკი გვიკრძალავს ეროვნულ ინტერესებზე ფიქრს. თუ კი შენ ხარ უნგრელი და გინდა რომ შენმა შვილებმა სითბოში იცხოვრონ, მოღალატე ხარ. თუ კი სლოვაკი ხარ და მშვიდობა გინდა გაგრიყავენ. ეს არ არის თავისუფალი ერების კავშირი. ესაა სექტა, სადაც მთავარ წინასწარმეტყველად დანიშნეს ადამიანი, რომელსაც არც კი ესმის, რა ფას გადაიხდის ამ სიგიჟის გამო მისი ხალხი. შეხედეთ ჩვენს ბაზრებს, ანგარიშებს, ჩვენ დაგვკვირდნენ, რომ სანქციები ქირურგიული ინსტრუმენტია, რომელიც კონფლიქტს გააჩერებდა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ხერხი, რომლითაც გადავწყვიტეთ ფეხის მოჭრა, რომელზეც დგას მთელი ევროპული ეკონომიკა. ჩვენ დაგვაკარგინეთ იაფი ენერგია, დაანგრიათ აწრეულობით ნაშენი კავშირები და რატომ? რომ გეყიდათ იგივე გაზი, ოღონდ შუამავლებისგან და სამჯერ უფრო ძვირად. ეს ხომ იდიოტიზმის მწვერვალია. გიხარიათ დამოკიდებულება მოვიშორეთო და აღმოჩნდა, რომ ბევრად დამამცირებელი გახდით დამოკიდებული მათზე, ვინც ამ ომით მდიდრდება. უნგრეთი არ მიიღებს მონაწილეობას ამ თვითმკვლელობაში. მე არ გადავახტევინებ უნგრელ ოჯახებს ფულს თქვენს იდეოლოგიურ ფანტაზიებში. ჩვენ ვხედავთ თუ როგორ კარგავს ჩვენი წარმოება კონკურენტულ ნარიანობას. ვხედავთ როგორ გარბის კაპიტალი ოკეანის მიღმა. თქვენ ანგრევთ ევროპის ფუნდამენტს იმისთვის, რომ ტვიტერზე ტაში დაგიგრან და ამას უწოდებთ ბრძნულ მართვას. ამას ქვია ეკონომიკური ღალატი, ფარისევლობა. ეს აღარ არის თქვენი ხასიათის თვისება. ესაა რელიგია. თქვენ ლაპარაკობთ ადამიანის უფლებებზე უკრაინაში. მომისმინეთ, მე ვიცი რაც ხდება კარპატებში, თუ როგორ ეპყრობიან იქ უმცირესობებს, როგორ ართმევენ მათ ენის და რწმენის უფლებას. მაგრამ დუმხართ ამაზე. ეს ადამიანები თქვენთვის არ არსებობენ, რადგან მათი ტანჯვა თქვენს დღის წესრიგს არ ერგება. გაჰყვირით აგრესიის შესახებ, მაგრამ ხმას არ იღებთ, როდესაც თქვენი მოკავშირეები ანგრევენ მსოფლიოს. თქვენ ორმაგი სტანდარტები იმდენად თვალშისაცემია, რომ დანარჩენი მსოფლიო, აზია, ლათინური ამერიკა, აფრიკა უბრალოდ დაგსინიან. თქვენ დაკარგეთ მორალური უფლება, ვინმეს რამე ასწავლოთ. თქვენ გადააქციეთ ევროპა ბებერ, ჯიჯღინად და ფარისეულ დევად, რომელიც ყველას ხელს უქრევს მაშინ, როდესაც თავად სახლში ხანძარი აქვს. და რაც ყველაზე საშინელია, თქვენ ალაპარაკდით ომზე, როგორც რაღაც გარდაუვალსა და მეტით სასურველზე. ისე განიხილავთ გრძელ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემის საკითხს, თითქოს საოფისე ქაღალდზე ლაპარაკობთ. გახსოვთ, საერთოდ რა არის დიდი ომი? ფიქრობთ, რომ შეძლებთ ესკალაციის კონტროლს, ერთ ოთახს ცეცხლს წაუკიდებთ და იმედი გაქვთ, რომ დანარჩენი სახლი გადარჩება. თქვენ ხართ შეშლილები. ზელენსკი გიბიძგებთ პირდაპირ კონფრონტაციისკენ, რადგან ეს მის ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთი შანსია. თქვენ კი აყოლილი ხართ მას. ჩვენ ბუდაპეშტსა და ბრატისლავაში ვიცით, რომ ეს გზა გამარჯვებასთან არ მიგვიყვანს. იქ მხოლოდ ნანგრევებია. ჩვენ გვინდა მშვიდობა, ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტა და არა იმიტომ, რომ ვინმეს მხარეს ვართ, არამედ იმიტომ, რომ ევროპის
ევროპის მხარეს ვარ, ცოცხალი ევროპის და არა რადიოაქტიული ფერფლის მხარეს, რომლის დატოვებასაც აპირებთ თქვენი შვილებისთვის. დროა შეჩერდეთ, დროა აღიაროთ, რომ თქვენი სტრატეგია ჩავარდა. უკრაინა ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე. ესაა რეალობა, რომლის ხმამაღლა წარმოთქმისას თქვენ გეშინიათ და რაც უფრო დიდხანს მოიტყუებთ თავს და მოატყუებთ თქვენს მოქალაქეებს, მით უფრო სასტიკი იქნება შედეგი. მე და რობერტი აქ ვართ, არა იმიტომ, რომ ბრიუსელში ნიშნები დაგვიწერონ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი ერები დავიცვათ და თუ ამისთვის საჭირო გახდა, რომ გადავიქცევთ შავ ცხრება თქვენს მთვარეულთა ფარაში და იყოს ასე. კმარა იარაღი, კმარა სიცრუე და უბრუნდით რეალობას, ვიდრე ის თქვენს კარზე დააგაკუნებს ისე ხმამაღლა, რომ მას ვეღარ გაექცევით. ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას, სუვერენიტეტს და სიცოცხლეს. UEFA-მ დააჯარიმა ბელგრადის საფეხბურთო კლუბი გულშემატკივრების პერფორმანსის გამო ევროპის ლიგის თამაშში, რომელიც ბელგრადში 26 თებერვალს ჩატარდა. სერბული გუნდი ეთამაშებოდა ლილს. ის დაჯარიმდა იმის გამო, რომ გულშემატკივრებმა ტრიბუნაზე გამოსახეს მართლმადიდებელი წმინდანი სვიმონ მირონდინარე და გამოიყენეს ბანერი წარწერით და ჩვენმა რწმენამ გაგამარჯვებინოთ. UEFA-მ ჩათვალა, რომ აქცია სპორტული ღონისძიებისთვის შეუფერებელი იყო და ძირგამოთხრილი ფეხბურთის მთლიანობისთვის. სამაგიეროდ არაფერი მოჰყოლია იმ ფაქტს, რომ 2025 წლის 29 მარტს გერმანული კლუბის კაიზერსლაუტერნის სახლის თამაშის დროს ფორტუნა დიუსელდორფის წინააღმდეგ გუნდის გულშემატკივრებმა სტადიონზე ფრიც ვალტერ სტადიონი პერფორმანსის სახით ტრიბუნაზე გამოსახეს ამოტრიალებული წითელი პიქტოგრამა. ვინც არ იცის ამ გამოსახულების მნიშვნელობა, ესაა სატანიზმის სიმბოლო და ააფრიალეს ბანერი დაახლოებით ასეთი შინაარსის ლათინური წარწერით. გვისმინე ჩვენ ლუციფერო, აღსდექი უფსკრულიდან და მიიღე ჩვენი სულები. ამის შემდეგ პიქტოგრამიდან ამოდის უზარმაზარი წითელი ეშმაკი ფრთებით, მაგრამ ამისთვის გერმანულ კლუბს არანაირი ჯარიმა ან სასჯელი არ მეუღია.